წარმოიდგინე, რომ ფული საერთოდ აღარ არის პრობლემა. არც ბილეთის ფასი, არც ვიზა და არც მანძილი. შენ არ მოგზაურობ იქ, სადაც ყველაა ნამყოფი. არც პარიზი, არც დუბაი, არც ანტარქტიდა. ამ ვიდეოში გაჩვენებ 5 ისეთ ადგილს, სადაც ტურისტების უმეტესობა არასდროს ჩასულა და ზოგან გონი სოსოც და კაკოც არ არის ნამყოფი. ეს ვიდეო მათვისაა, ვისაც მობეზრდა ჩვეულებრივი ლოკაციები და ერთი და იგივე კადრების ყურება სხვადასხვა არხზე. თუ ოდესმე გიფიქრია, სად იმოგზაურებდი უსასრულო ბიუჯეტი რომ მქონდეს, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა და თუ მართლაც უსასრულო ბიუჯეტი გაქვს და იდეებს ეძებ, მაშინ შენც უნდა უყურო ამ ვიდეოს აქ ისეთ ადგილებზე მოგიყვები, რომელიც დარწმუნებული ვარ არა თუ არ იცოდი, არამედ არც კი წარმოგედგინა რომ არსებობდა. და როგორც G2G იტყო და შენ ასეთი ვიდეო კონტენტი არავის დაუდია. ეს ვიდეო გამოადგება ყველას, ვისაც მობეზრდა ჩვეულებრივი სამოგზაურო კონტენტის ყურება. დავიწყოთ. მეხუთე ადგილი. სანამ მეხუთე ადგილს ვიტყოდე, გამოიწერე არხი და დაალაიქ ეს ვიდეო. წარმოიდგინე ქვეყანა, სადაც შეგიძლია ღამის 3 საათზე ფეხბურთი ითამაშო მზიან სანაპიროზე. ეს არის ადგილი, სადაც მზე არასდროს ჩადის. დილით იღვიძებ და ვერ ხვდები უკვე დილაა თუ ჯერ არ დაღამებულა. და როცა რამდენიმე თვის შემდეგ მზე ჩადის, ის კარგა ხანი აღარ ამოვა. ეს არ არის ფილმის სცენა. ეს არის რეალური ადგილი დედამიწაზე. კეთილი იყოს შენი მობრძანება სომაროიში, ჩრდილოეთ ნორვეგიაში. მსოფლიოში ერთადერთ ადგილას, სადაც დროის ცნება არ არსებობს. იქ მზე წელიწადში ერთხელ ამოდის და წელიწადში ერთხელ ჩადის. წლის ნახევარი დღეა, მეორე ნახევარი თლიანად ღამე. მოდი გავისაირნოთ სომაროიში. ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სადაც მაისიდან ივლისამდე სულ მზეა, 60 დღიანი უწყვეტი მზე. ამას პოლარული დღე ქვია. მზე მუდმივად ცაზეა და ცასვე ულის გარს. ნოემბერში კი მზე ჩადის და 3 თვიანი ღამე დგება. პერიოდულად ცას ჩრდილოეთის ნათება ამწვანებს. ამ უშორეს კუნძულზე 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ისინი თავს ტურიზმითა და თევზაობით ირჩენენ. დააბა წარმოიდგინე, ღამით თევზაობა მზის სხივებთან ერთად. ხომ საინტერესოა. თან ბავშვებსაც გაუხარდებათ იქ ყოფნა. სკოლა კონკრეტულ საათობრივ ვალდებულებების გარეშე მუშაობს. როცა უნდა იხსნება და იხურება. ასევეა მაღაზიებიც. მეოთხე ადგილი. ლაჟესი, აზორების კუნძულები, პორტუგალია. ახლა მოდი ცოტა სხვა მხარეს გადავინაცვლოთ და სამხრეთისკენ გავფრინდეთ. თუ წარმოგიდგენია სოფელი, სადაც ვერდიგვერდა არის პორტუგალიური ფერმა და ამერიკის სამხედრო ავიაბაზა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლაჟესში, პორტუგალიის კუთვნილ პატარა დასახლებაში, რომელიც მდებარეობს ტერშერიაზე ატლანტის ოკეანის შუაგულში. თავდაპირველად თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მშვიდი სანაპირო, თეთრი სახლები, ძველი ეკლესიები და ადგილობრივი ბაზარი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. მაგრამ იქვე იმ პატარა სოფელს ზურგს უმაგრებს სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტრატეგიული ობიექტი, ლაჟესის სამხედრო ბაზა, სადაც განლაგებულია ამერიკის შეერთებული შტატების 65-ე სამხედრო საჰაერო ჯგუფი, ამერიკის დამრტყმელი ძალა. ეს არის ადგილი, სადაც ევროპასა და ამერიკას შორის გაჭრილი საჰაერო დერეფანი გადის. იქ ამერიკული ბომბდამშენების ყოფილან და კოსმოსური კვლევების ხორციელდება და მაინც ადგილობრივებისთვის ლაჟესი არის სოფელი, სადაც ბავშვები ბურთს აეროპორტის გარეგობასთან თამაშობენ. ამერიკელი და პორტუგალიელი პილოტები კი ერთ პატარა კაფეში ერთად სვამენ ყავას. იქ შეიძლება დილა დაიწყოს ჩაისა და ურწყობილასთან ერთად და დასრულდეს უზარმაზარი ამერიკული ჰერკულესის გადაფრენით იმავე კაფეზე. იქ ფერმები და ბომბდამშენების ბილიკი ერთსა და იმავე ტერიტორიაზეა. ეს სოფელი უკაზე თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ სოფლიო პოლიტიკაში ყოველთვის. თუ გინდა იმოგზაურო შვიდად ოკეანის პირას, მაგრამ მაინც გრძნობდე სოფლიო პოლიტიკის რიტმს, მაშინ აზორების კუნძულზე ლაჟესი უნდა ნახო. მესამე ადგილი, ქვიშის კუნძული, კანადა. წარმოიდგინე კუნძული, რომელიც უკაზე არსებობს, მაგრამ რეალურად ყოველ წელს იცვლის ადგილს. კუნძული, რომელიც თითქოს ნელ-ნელა ოკეანეში მიცურავს. ადგილი, სადაც არ არის ქალაქი, სასტუმრო და ტურისტული ხმაური. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა ჩრდილოეთ ამერიკაში. მაშინ რატომ იცავს კანადის სახელმწიფო ასე ძალიან ჩვეულებრივ ქვიშის კუნძულს? საინტერესო ისტორია სწორედ აქ იწყება. საბლე აილენდი მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, კანადის სანაპიროდან დაახლოებით 300 კილომეტრში. საბლე ფრანგული სიტყვაა და ქვიშას ნიშნავს, ამიტომაც არ იკითხება როგორც sable. აქედან მიიღო კუნძულმაც სახელი. იგი წარმოადგენს გრძელ ვიწრო ნახევარმთვარის ფორმის ქვიშიან ზოლს, რომლის სიგრძე დაახლოებით 53 კილომეტრია. კუნძული ეროვნული პარკის დაცული ნაკრძალია და მას კანადის პარკები მართავს. ნებისმიერს, ვისაც ამ კუნძულზე სურს მოხვედრა, ნებართვა სწორედ კანადის პარკებს უნდა თხოვოს. გეოლოგიურ თვალსაზრისით ეს კუნძული არის
ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი კუნძული მსოფლიოში და მისი ფორმა მუდმივად იცვლება ქარების, ტალღებისა და დინებების ზემოქმედებით. ის ნელა მოძრაობს, რადგან ტალღები დასავლეთ სანაპიროს აზიანებს, აღმოსავლეთ სანაპიროს კი ახალი ქვიშა ემატება. და სწორედ აქ შეიძლება იპოვო მოგზაურობის საუკეთესო იდეა, როცა შენ სტუმრობ ქვიშის კუნძულს. შენ გახარ მიწაზე, რომელიც რეალურად შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში საერთოდ გაქრეს. კუნძულზე ბუნებრივი ხეები არ იზრდება, მხოლოდ მარამულის ბალახი და სხვა დაბალი მცენარეულობა. 1901 წელს ფედერალურმა მთავრობამ ნიადაგის სტაბილიზაციის მიზნით 80,000-ზე მეტი ხე დარგო. კუნძულზე ვერც ერთმა ხემ გაიხარა. აი 1960-იან წლებში კიდევ ერთხელ დარგვების შედეგად ერთი შოტლანდიური ფიჭუ გადარჩა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მეტრ სიმაღლემდე გაიზარდა და ბუჩქს უფრო გავდა ვიდრე ხეს. სადგურის თანამშრომლები ყოველწლიურად დეკემბერში იმ ხეს საშობაო ნაზვის ხედ რთავდნენ. ბოლო წლებში ის ფიჭვის ხეს გახმა. ქვიშის კუნძული განსაკუთრებით ცნობილია თავისი ველური ცხენებით. საბლე აილენდზე 550-ზე მეტი თავისუფლად მოსიარულე ცხენი ბინადრობს. ხადია მათაც კანადის კანონი იცავს. გარეული ცხენების პოპულაცია სავარაუდოდ იმ ცხენებისგან წარმოიშვა, რომლებიც აკადიელების დიდი დეპორტაციის დროს ბოსტონელმა ვაჭარმა თომას ჰენკოკმა აკადიელებს ჩამოართვა და კუნძულზე დატოვა. 1879 წელს კუნძულზე სავარაუდოდ 500 ცხენი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბინადრობდა. წარსულში ზედმეტი ცხენები კუნძულიდან გაყავდათ და ყიდნენ. 1960 წელს კანადის მთავრობამ კანადის გადაზიდვების შესახებ კანონის თანახმად ცხენების პოპულაციას ადამიანის ჩარევისგან სრული დაცვა მიანიჭა. კუნძულელი ცხენების გენეტიკა იზოლირებულად განვითარდა. მეცნიერები მათ იყენებენ იმის შესასწავლად, თუ როგორ ეგუება სახეობა მკაცრ გარემოს, შეზღუდულ საკვებს, ძლიერ ქარებს, წყლის დეფიციტს. ეს კუნძული ფაქტობრივად ბუნებრივი ლაბორატორიაა. ცხენების გარდა ქვიშის კუნძულზე მსოფლიოში ნაცრისფერი სელაპების ყველაზე დიდი კოლონიაა. ყოველ წელს კუნძულზე ასობით ათასი სელაპი იზამთრებს. კუნძულზე ფრინველებიც არიან, მაგალითად, არქტიკული ღამურები და იფსვიჩის ბეღურები და სხვა სახეობებიც. ქარიშხლის დროს მათი უმეტესობა ზღვაში იფანტება და ხმელეთზე ბრუნდება. საუკუნეების განმავლობაში კუნძულზე საკვებ რესურსად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი, ღორი და ცხენი ყავდა. კუნძულზე ბუნებრივი მტაცებლების არარსებობის გამო პირუტყვს ხშირად თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს. შემონახულ გვიანდელ ჩანაწერებში ასევე მოხსენიებულია ქათმები. დღეს კუნძულზე ერთადერთი დარჩენილი პირუტყვი ცხენებია, რომლებიც სრულიად ველურ ბუნებაში ბინადრობენ. ისტორიულად კუნძულზე ლომ ვეშაპების პოპულაციაც იყო. თუმცა ატლანტიკაში ძვლის, ასევე ცხიმისა და ტყავის გამო ლომ ვეშაპებზე ინტენსიურად ნადირობდნენ, ამიტომაც საბოლოოდ ეს პოპულაცია მთელს რეგიონში გადაშენების პირას მივიდა. კუნძულზე ენდემური სახეობაა ასევე საბლეს კუნძულის ფუტკარი. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ეს კუნძული საშიში ადგილია გემებისთვის. სავარაუდოდ კუნძულის ქვიშის ნაპირებთან დაახლოებით 350 გემი ჩაიძირა და ამ ყველაფრის მიზეზი სქელი ნისლის საფეხბურთო დინებები და კუნძულის მდებარეობა. კუნძული პირდაპირ მთავარ საზღვაო მარშრუტის შუაგულში მდებარეობს. ზოგიერთ მონაკვეთში ფსკერი იმდენად მოულოდნელად იცვლება, რომ გემები უბრალოდ ეჯახებოდნენ ქვიშის კედელს. კუნძულზე დღემდე პოულობენ გემების ნამსხვრევებსა და ლითონის ნაწილებს. დღეს საბლე აილენდი დაცული ბუნებრივი ზონაა. კუნძულის მთავარი სადგური, რომელსაც კანადის პარკები მართავს, ერთადერთი მუდმივი პერსონალით დაკომპლექტებული დაწესებულებაა კუნძულზე. იქ მუდმივად იმყოფება მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი და მკვლევარი. და კლიმატის ცვლილებაზე, ზღვის ეროზიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ცხენების პოპულაციაზე, ზღვის ფრინველებზე მუშაობ. იქ ტურისტების დაშვება კაცრად კონტროლდება. ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვით. არ არის სასტუმრო, მაღაზია, ინტერნეტი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, არის მხოლოდ ბუნება, მეცნიერება, იზოლაცია, ცხენები და სელაპები. და ახლა მთავარი კითხვა. რატომ უნდა მოინდომო იქ ჩასვლა თუ უსასრულო ბიუჯეტი გაქვს? იმიტომ რომ ქვიშის კუნძული არ არის სანახაობა, ეს არის გამოცდილება. იქ ხედავ, როგორ მუშაობს პლანეტა რეალურად ადამიანების ჩარევის გარეშე. მეორე ადგილი, სებორგა, იტალია. წარმოიდგინე ადგილი ევროპაში, სადაც ხარ იტალიაში, მაგრამ ადგილობრივები გეტყვიან, რომ არა, შენ იტალიაში არ ხარ. სადაც აქვთ საკუთარი დროშა, საკუთარი ვალუტა, საკუთარი კონსტიტუცია და ყავთ საკუთარი პრინცი. ეს ხუმრობაა თუ რეალურად არსებობს ქვეყანა, რომელსაც სოფლიო უბრალოდ ვერ ამჩნევს. სებორგა არის პატარა დასახლება ჩრდილოეთ იტალიაში, ლიგურიის რეგიონში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. იქ ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი და თითქოს სებორგაში ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება. ვიწრო ქუჩები, ქვის სახლები, ეკლესია, კაფეები, ტურისტული მაღაზიები, მაგრამ ერთ დეტალს მალევე ამჩნევ. ქალაქის შესასვლელში დგას აბრა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სებორგას სამთავროში. და ეს უკვე უცნაურია. სებორგაზე სუვერენიტეტის პრეტენზია 1963 წელს სებორგელმა ჯორჯო კარბონემ წამოაყენა. მან განაცხადა, რომ ვატიკანის არქივებში იპოვა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, რომ სებორგა არასოდეს ყოფილა სავოიელების დინასტიის საკუთრება და შესაბამისად ლეგიტიმურად არ შედიოდა იტალიის სამეფოში. კარბონე, როგორც სებორგას დამოუკიდებლობის იდეის ავტორი, ქალაქის მაცხოვრებლებმა სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. კარბონემ ტიტული მისი უდიდებულესობა მიიღო. ის
სებორგას პრინცი ჯორჯო პირველი გახდა. შექმნა სამინისტროები, მოჭრა ადგილობრივი ვალუტა, ლუიჯინო. შემოიღო სებორგას დროშა, თეთრი ჯვარი ლურჯ-ფონზე და დაამკვიდრა ლათინური დევიზი. კარბონეს დამოუკიდებლობის კამპანია ზოგადად სერიოზულად არ აღიქმებოდა და განიხილებოდა როგორც ქალაქში ტურისტების მოსაზიდი ხრიკი, თუმცა სებორგელები ამბობენ, რომ მათი პატარა სახელმწიფო ბურკინა-ფასო აღიარა. ბურკინა-ფასო სახელმწიფოა აფრიკაში. სებორგაში არჩევნები ყოველ 7 წელიწადში ერთხელ იმართება და ქალაქის 200 რეგისტრირებული ამორჩეველი ახალ მეთაურს ირჩევს. სებორგას რიგით მეორე მეთაური ბიზნესმენი მარჩელო მენეგატო გახდა, რომელიც 2010 წლის 25 აპრილს აირჩიეს და 2010 წლის 22 მაისს მისი უდიდებულესობა პრინცი მარჩელო პირველის ტიტული მიიღო. მომდევნო არჩევნებზე მას პრინცის ტიტულში მარკ დეზანი, ბრიტანეთში დაბადებული რადიო დიჯეი შეეცილა. ის ათეულობით წლების განმავლობაში ცხოვრობდა სებორგაში, თუმცა არჩევნებში ბიზნესმენს ვერ აჯობა. 2019 წლის 12 აპრილს მენეგატომ თანამდებობა დატოვა და ტახტი მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინა მენეგატომ დაიკავა, რომელიც ქალაქმა მის უდიდებულესობად პრინცესა ნინა დაირჩია. ადგილობრივებისთვის ეს მხოლოდ შოუ არ არის, ეს არის იდენტობა. ეს სებორგა წარმოადგენს უნიკალურ სოციალურ ექსპერიმენტს. ფორმალურად იტალიის ტერიტორია ფაქტობრივად მიკროსახელმწიფოს იმიტაცია და ეს ეფექტურად მუშაობს უკვე 10 წლეულებია. საინტერესოა ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მხარეც. წარმოიდგინე, ჩადიხარ სებორგაში. შენ შეგიძლია დალიოყავო კაფეში, სადაც ოფიციანტი გეტყვის, თქვენ ახლა სხვა ქვეყანაში ხართ და ფორმალურად შენ ვერ დაუმტკიცებ, რომ ცდება. და რატომ უნდა იყოს ეს შენი მოგზაურობის მიზანი? თუ უსასრულო ბიუჯეტი გაქვს, თუ სებორგაში ჩახვალ, შეგიძლია თქვა, რომ ორ ქვეყანაში ყოფილ ხარ ერთ დღეში, იტალიაში და სებორგაში. გადაიღო ფოტო საზღვარზე და დაწერო. ახლა ოფიციალურად სხვა ქვეყანაში ვარ. იყიდო მათი ვალუტა, ლუიჯინო და ყველაც აჩვენო. აი უცხოური ფული. დალიოყავა და თქვა, რომ საერთაშორისო შეხვედრა გაქვს, რადგან იმ კაფის მიმტანი ან ბარმენი შესაძლოა იმ სახელმწიფოს რაღაც თანამდებობის პირი იყოს ამავდროულად. კიდევ სად შეძლებ ასე იოლად გახდე ტურისტიც, დიპლომატიც და მოქალაქეც ერთდროულად. იქ ყველა თამაშობს ამ თამაშს. ადგილობრივებიც, ტურისტებიც და კაფეების მეპატრონეებიც. ეს არის მოგზაურობა კარგი ისტორიისთვის და ისეთი მოგონებისთვის, რომელსაც მე წლების განმავლობაში მოუყვები ნაცნობებს. იცი სად ვიყავი? ქვეყანაში, რომელშიც ბარმენი ეკონომიკის მინისტრი იყო. პირველი ადგილი სვალბარდი, ნორვეგია. წარმოიდგინე ადგილი, სადაც ოფიციალურად უფრო მეტი დათვია ვიდრე ადამიანი, სადაც სახლიდან გასვლისას იარაღი ნორმაა, არა კრიმინალის გამო, არამედ დათვების რაოდენობის გამო. კეთილი იყოს შენი მობრძანება სვალბარდში. სვალბარდი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლოსთან ძალიან ახლოს, არქტიკაში. ეს არის ნორვეგიის კუნძული, არქიპელაგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული რეგიონია მთელ მსოფლიოში. აქ მთავარი ქალაქი ლონგიარბიენია და მთელი მოსახლეობა დაახლოებით 2500 ადამიანი, მაგრამ დათვები იქ 3000-ზე მეტია. ანუ სტატისტიკურად შენ იქ სტუმარი ხარ და ნამდვილი მასპინძლები პოლარული დათვები არიან. სვალბარდზე თითქმის ყველა შეუძლია ვიზის გარეშე, მოქალაქეობის გარეშე და სპეციალური ნებართვის გარეშე ჩასვლა. თეორიულად თუ შენ დღეს გადაწყვიტე, ყოველ შეგვიძლია იქ წახვიდე და იცხოვრო, მაგრამ არის ერთი პირობა, უნდა შეძლო გადარჩენა. იქ ცხოვრება ძვირია, ცივა, ბნელა და ახლომახლოს არაფერია. ახლა მოდი სვალბარდის კლიმატზე ვისაუბროთ. ზაფხულში მზე არ ჩადის, ზამთარში მზე საერთოდ არ ამოდის. რამდენიმე თვე ზედიზედ ან სულ დღეა ან სულ ღამე იმ არქიპელაგზე. ადამიანებს ერღვა ძილი, დროის შეგრძნება, ბიორიტმი. მოდი ცოტა სახელიცო თემებიც ვახსენოთ. სვალბარდზე მოქმედებს განსხვავებული წესები. ქუჩაში იარაღით სიარული ნორმაა, სახლს ხშირად არ კეტავენ, ქალაქიდან მარტო გასვლა აკრძალულია დათვების გამო. ანუ შეგიძლია თქვა, რომ ცხოვრობ ქალაქში, სადაც ქუჩაში გასვლისას ჯერ ამოწმებ დათვი ხარ არის ახლომახლო. ამიტომაც იქაურებს მანქანის დაკეტვა ეკრძალებათ. ქუჩაში რომ დათვი გადაეყაროს, ადამიანებმა უნდა მოახერხონ იმ კუნძულზე ახლო მდებარე მანქანაში ჩაჯდომა. იქვე მდებარეობს ცნობილი შპიცბერგენის გლობალური თესლის საცავი, სოფლიოს სცენარიული თესლების საცავი. ამის გამო ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ კუნძულზე პლანეტის სარეზერვო ასლია შენახული. თუ დედამიწაზე მცენარეები გაქრება, იქ შენახული მცენარეული თესლის მარაგების საშუალებით შესაძლოა ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ეს არის ადგილი, სადაც კაცობრიობის ისტორია ინახება. 2025 წლის ივნისის მონაცემებით შპიცბერგენის საცავში ინახება 1,355,591 მცენარის თესლის ნიმუში. ეს კაცობრიობის სოფლის მეურნეობის ისტორია, თუმცა მაინც რატომ უნდა წახვიდე სვალბარდში სინამდვილეში? არა მეცნიერებისთვის, არა არქტიკისთვის, არა კლიმატისთვის, არამედ იმიტომ რომ მე თქვა, ცხოვრობდი დათვების გვერდით, ქალაქში იარაღი დავდიოდი და ეს ნორმალური იყო.
რამდენიმე თვე მზე არ ჩადიოდა, ვიყავი ყველაზე ჩრდილოეთ და ვნახე სოფლის მეურნეობის ისტორია. იქ ჩადიხარ არა ფოტოსთვის, არა ინსტაგრამისთვის, არამედ რეალური ისტორიებისთვის. და ეს იყო 5 ადგილი, სადაც მოგზაურობა საინტერესოდ მეჩვენა. განსხვავებით ჩვენი მოგზაური იუთუბერებისგან, მე იქ მოგზაურობის ფინანსები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ იმ 5 ადგილას ხომ მთავარი ვალუტა, თავგადასავალი და ისტორიებია. ახლა კი შენი ჯერია. წარმოიდგინე, რომ მართლა გაქვს ეს უსასრულო ბიუჯეტი და მხოლოდ ერთი ბილეთის აღება შეგეძლია ამ 5-დან, რომელშიც ჩავრინდებოდი პირველად სებორგაში პრინცთან ყავის დასალევად თუ სვალბარდში დათვებთან საცხოვრებლად. ან იქნებ დანარჩენ 3 ადგილას. დაწერე კომენტარებში, მე კი ყველას დავიკითხავ. თუ მოგეწონა ეს არასტანდარტული მოგზაურობა, იცი რაც უნდა ქნა. დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ზარის ღილაკსაც დააჭირე, არ გამოგჩეს შემდეგი ვიდეო. იქ კიდევ უფრო უცნაურ ადგილებში წაგიყვან. დროებით. ნამდვილ თავგადასავლებამდე.